დილმშვიდობისა ჩემო ადამიანებო, არ შემიძლია უბრალოდ რეაგირების გარეშე დავტოვო ის მდგომარეობა და სიტუაცია, რაც ჩვენს ირგვლივ ხდება. მე დღეს თქვენ გესაუბრებთ როგორც დედა, როგორც პედაგოგი, როგორც აკადემიის დირექტორი, იმიტომ რომ ახლა ამ წუთას, რაც ჩვენს ირგვლივ ხდება, არის აბსოლუტური მარაზმი და აბსოლუტური საშინელება, რომელზეც ჩვენ მშობლებს რეაქცია არ გვაქვს. ამ თუ გვაქვს ეს რეაქცია, ნამდვილად არ არის საკმარისი. აბა ეხლა დაფიქრდით, თქვენი შვილები თილით იღვიძებს და არ მიდიან სკოლაში. იღვიძებენ და არ მიდიან სკოლაში. სხედან ონლაინ გაკვეთილებზე, რომელიც დაახლოებით არის 30 წუთი, 20 წუთი, ნახევარზე მეცის ჭედავს, ან მასწავლებელი გვიან შემოდის, რადგან Teams-ის გაურკვევლობაში ან 1000 პრობლემა. როგორ ფიქრობთ, დღეში 3 გაკვეთილში, 30 წუთიანში, რა განათლება უნდა მიიღოს ჩვენმა შვილებმა, რომ აი ეს განათლება შემდეგ მათ ისე გამოადგეს, რომ ჩვენი ქვეყნის მართვა შეძლონ და ჩვენი ქვეყნის მომავალი ააწყო. ეს თაობა ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, იმიტომ რომ სწორედ ამ თაობის მხრებზე დგას ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავალი. თუ ამ თაობაში ჩვენ გავაქრობთ წიგნიერებას, გავაქრობთ ურთიერთობების კულტურას, ვაცხოვრებთ ჩაკეტილები, ვაცხოვრებთ შიშში, მიპასუხეთ, რა თაობა უნდა აღზარდოთ, რა თაობის იმედი უნდა გქონდეს, ჩაკეტილების, უსუსურების, ერთმანეთთან კომუნიკაცია აქვს ბავშვებს გაწყვეტილი. ეს ის პერიოდია, ეხლა, როდესაც მათ უნდა ჰქონდეთ ურთიერთობა თანაკლასელებთან, პედაგოგებთან, თუნდაც ქუჩის ურთიერთობა. მოზარდი ბიჭი მყავს ხო, მერვე კლასელი, რომელიც სახლშია, თითქმის 24 საათი, რომელმაც გაწყვეტა ყველანაირი კავშირი თავის კლასელებთან, პედაგოგებთან, ეზოს მეგობრებთან, იმიტომ რომ კრძალავს ჩვენი მთავრობა ელემენტარულ კომუნიკაციას. და თუ ეს კომუნიკაცია იქნება, აუცილებლად უნდა იყოს პირბატით. გადაშალეთ რაღაც, წაიკითხეთ რაღაც, გარდა ქართული ტელევიზიებისა, ცოტა მოусმინეთ უცხოურ ტელევიზიებსაც, უცხოურ კვლევებსაც, ხალხო, ეს ტელევიზიები ხო ხედავთ, რომ მიკერძოებულია ყოლა თავის წარმოჩენასა და თავის გატანაზე და თავისი სკამების შენარჩუნებაზე ფიქრობს. ნახეთ ამ პირბადეებს, რა ზიანი მოაქვს ჩვენი შვილების ჯანმრთელობისთვის. პირბადე ატაროს იმ ადამიანმა, ვინც ვირუსის ან სხვადასხვა სახის გრიპის მატარებელია. რატომ უნდა ატაროს ეს ჯანმრთელმა ბავშვმა პირბადე და შემდეგ ის ამონასუნთქი ნახშირო ჟანგი ისევ უკან, რატომ უნდა ჩაისუნთქოს სიცოცხლის ამაზე დიდი საფრთხე ჩვენი შვილების სიცოცხლისთვის რა არ ჯერისდაც როგორ დაბინძურებულ გარემოში ვცხოვრობთ. რატომ არ ვიღებთ მშობლები ხმას და რატომ არ გამოვდივართ ამ ყველაფრის წინააღმდეგ, რომ მშობლებს, რომელსაც ეშინიათ ეგრეთ წოდებული COVID-19-ის ჩვენ არ გვეშინია, მშობლებს, რომელსაც არ გვეშინია, მოგვეცით უფლება გაუშვათ ჩვენი შვილების სკოლაში, ჩატარდეს საგაკვეთილო პროცესები სრულად და არა 30 წუთიანი, და არა 20 წუთიანი, და არა ნაწყვეტ. რამდენიმე დღის წინ 2-3 დღე ვერ შედიოდნენ, იმიტომ რომ Teams-ის პროგრამა საერთოდ წაიშალა. აი ასეთ დროს მიპასუხეთ, რა განათლება უნდა მივცეთ ჩვენ შვილებს და რა მომავალი აქვთ მათ. გავჩუმდეთ. მეც კი არაფერს არ აკეთებდა საბჭოთა კავშირი. გვაჩუმებდა და არ გვაძლევდა საკუთარი აზრის გამოთქმის უფლებას, ვზრდიდნენ მონებად. ახლაც აპირებენ, რომ ჩვენი ეს აქტიური, ჩვენი ეს ენერგიული, ჩვენი ეს უჭკვიანესი თაობა, რომელიც მოდის, გავზარდოთ მონებად და არ ქონდეთ მათ საკუთარი აზრის გამოხატვის არც უფლება და არც საშუალება. ჩვენ ამას ქართველიერი, რომელსაც მებრძოლის სული აქვს და რომელიც ოდითგანვე საკუთარი თავისუფლებისთვის შვილებსაც სწირავდნენ და დედები, ამას არ შევეგუებით ჩვენ. ჩვენ გმირების ქვეყანა ვართ და ჩვენ ვართ ქვეყანა, სადაც ჩვენი ახალგაზრდები იხოცებოდნენ ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისთვის. ახლა ჩვენივე თავისუფლებას, ჩვენივე ქვეყნის ადამიანები, ჩვენივე სახელმწიფო გვართმევს, ხალხო. ჩვენს თავისუფლებას, რომელსაც წლების განმავლობაში უზარმაზარ სახელმწიფოებს ვებრძოდით იმისთვის, რომ მოგვეპოვებინა, ახლა ჩვენივე ხელისუფლება გვართმევს ამას. რამდენი ადამიანი ვიცი, რომელსაც ერთის სული აქვს რაღაც გარკვეული პროტესტი გამოხატოს, მაგრამ ამბობს, რომ ვაი რო ხმა მოვიღო და საერთოდ გამათავისუფლოს სამსახურიდან. სად ხედავთ თქვენ უკეთეს მომავალს?
ვერ ხვდები სად ხედავთ უკეთეს მომავალს წინამთავრობა სწორედ ამ შიში რო გვაცხოვრებდა და არ გვინდოდა ზუსტად ამიტომ რომ არ გვინდოდა ყოფილიყავი დამონებულები არ გვინდოდა რომ ვქონოდა შიში თავისუფალი ცხოვრება გვინდოდა ახლაც იგივე შიში ცხოვრობს ადამიანები ის მშობელი რომელსაც ისტერიული შეტევა აქვს ბათუმში იყავი ვაიმე ჩემ შულს არ გაეკარო ზუსტად ისიც გაუნათლებელია იმასაც ორი წიგნის მეტი არ აქვს წაკითხული და ამიტომ არის რომ ჩამოკიდებულია ამ ბლეფ ტელევიზიებზე რომელებიც ისე გათამაშებენ როგორც მათ უნდა მაგრამ თქვენ ხომ უნდა გქონდეთ იმის შესაძლებლობა და უნარი რომ თქვენ თვითონ გაეცნოთ ამ მდგომარეობას რომ ეს ასე არ არის ახლა შემოგვიტანენ ვაქცინებს გაუკეთებენ ჩვენ მშობლებს ჩვენ შვილებს ვაქცინა რომელიც ჯერ არავის არ გამოუყენებია და რომელიც ჩვენზე ზუსტად ვიცი რომ ექსპერიმენტი იქნება ჩვენიერი ამისთვის მე არ გავუკეთებ ამას ჩემ 67 წლის დედას მაგრამ ვიცი რომ ამის გამო შეიძლება სამსახურიდან გაათავისუფლონ მე არ გავუკეთებ ამას ჩემს ერთადერთ შვილს ნამდვილად არ მაქვს ამის არანაირი სურვილი მაგრამ ზუსტად ვიცი რომ ამის გამო შემდეგ მეც ჩემს მეუღლეს ჩემს შვილს პრობლემები შეგვექმნება და ხო შემთხვევით დრო ხომ არ არის რომ ხმა მოვიღოთ საკუთარი შვილების უკეთესი მომავლისთვის კაი ჩვენი მომავალი აი ყველაზე ცუდი თაობა ჩვენ ვიყავით ცუდ დროში ჩვენ ვიცხოვრეთ ჩემმა თაობამ 90-იანები სამოქალაქო ომი მოსვლა შევარდნაძის სიბნელეში ცხოვრება მოსვლა სააკაშვილის დესპოტიზმში ცხოვრება ახლა მოვიდა ქართული ოცნება და რაც კი უფლებები გვაქვს აბსოლუტურად ყველაფერი ჩამოგვართვეს არა სწავლას პირდაპირ მოწოდება მათი არის რომ არ გჭირდებათ გაუნათლებელი თაობა განათლებული თაობა იმიტომ რომ გაუნათლებელი თაობის მართვა ბევრად მარტივია ვიდრე განათლებულის მათი დამონება გაჩუმება დაყოლება ბევრად მარტივია ჩვენ ამაზე არ უნდა დავთანხმდეთ არ დაგავიწყდეთ რომ ჩვენ ვართ ერი რომელმაც გადააყენა შევარდნაძე და მოიყვანა ნაციონალური მოძრაობა. გადავაყენეთ სააკაშვილი და მოიყვანეთ ქართული ოცნება. არ დაგავიწყდეთ რომ ჩვენ გვაქვს იმის შესაძლებლობას და უნარის რომ ეს მთავრობაც გამოცვალოთ. არ შეიძლება, უბრალოდ არ შეიძლება, უკვე პიკია. ჩემს აკადემიაში მოსწავლეებს თუ არ მივიღებ, აი ელემენტარულად ვიმსჯელოთ, როგორ უნდა ვარჩინო ოჯახიც, შვილიც, ან თუნდაც მე, როდესაც ადამიანი ვეხმარები განათლების მიღებაში მიწვეთ უფლებას, რომ არ მივცე განათლება ჩვენს შვილებს. მე ამის წინააღმდეგ გამოვდივარ. ჩვენ აღარ ცხოვრობთ საბჭოთა კავშირში. ჩვენ აღარ ვართ მონები და ეს მონური აზროვნება, ნუ შემოგშათ ხალხო. ზუსტად ვიცი ეს საბჭოთა კავშირის გავლენა. ჩვენი მონური დამოკიდებულება და მონური აზროვნება. მოვითხოვოთ ჩვენი შვილების განათლება. მშობლებს, რომელსაც გეშინიათ, ნუ გამოუშვებთ სკოლაში, ჩვენ მშობლებს, რომელსაც არ გვეშინია ამ COVID-19-ის, ჩვენ მოგვეცით უფლება შვილები ვატაროთ სკოლაში. მათ ჰქონდეთ სოციალური კავშირები. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენი შვილები იქნებიან გაუნათლებლებიც, ასოციალურებიც, ჩაკეტილებიც, არ მონების თაობა. გინდათ ასეთი შვილები, ასეთი ქვეყანა, ასეთ აი გემეტებათ მიპასუხეთ თქვენი შვილები ამ ყოველფერთვის გემეტებათ, მაშინ რატო შედვართ სახლში, მშობლები რატომ არ გამოვდივართ ამის წინააღმდეგ? იქნებ შევაგნებინოთ ჩვენს მთავრობას, რომ აი ეს ბლეფი, ეს მარაზმი, რომელშიც ხალხო თქვენ არ იცით რა ტრიალებს და რა მილიარდებზეა საუბარი. რა 200 დაინფიცირებული უსიმპტომო გრიპი თუ გინახავთ თქვენ სადმე რაღაცა ელემენტარული მაინც იაზროვნეთ გენხვეწებით ჩვენი შვილებისთვის, კაი ჩვენ კაი თუ ჩაგურეცხეს ეს თაობა ჩაგურეცხეს, მაგრამ ჩვენი შვილებისთვის ვიბრძოლოთ რა. ჩვენი შვილების უკეთესი მომავლისთვის. ნუ ვიქნებით ასე გულხელდაკრეფილები, არა ვართ ჩვენ ეს ერი და არა ვართ ჩვენ ეს ადამიანები და რატო ვიქცევით ასე? ჩვენში არის ჯერ კიდევ ის მებრძოლის სული, რომელთაც შეგვიძლია რომ აი ეს მარაზმი დავამარცხოთ. გთხოვთ გამოფხიზლდეთ რა.